ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტია ანომ გაიმარჯვა. მილიარდერის გუნდმა ამომრჩეველთა 34,79% მხარდაჭერა და 200 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 80 მანდატი მოიპოვა. Უსაზღვროდ ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენმა მოძრაობამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. დიახ, ისტორიული და ვნახოთ ამისგან რა გამოვა. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო ისტორიაში საუკეთესო შედეგები გვაქვს. გამარჯვების მიუხედავად ბაბიშის პარტია პარლამენტში უმრავლესობას ვერ ქმნის. გუნდი ახლა კოალიციის შექმნაზე ზრუნავს. მილიარდერმა სხვა საპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციების დაწყების სურვილი უკვე გამოთქვა. ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, კოალიციის შესაქმნელად კონსულტაციები დაგვჭირდება თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიასთან და ავტომობილისტებთან. ეს ხელს შეუწყობს ერთპარტიული ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესს, რომელსაც ჩვენი მოძრაობა უხელმძღვანელებს. არჩევნებში მარცხი მოქმედი პრემიერ-მინისტრის მოძრაობამ აღიარა. პეტრ ფიალას მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 23.25% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში 50 მანდატი მოიპოვა. ერთი რამ მინდა მკაფიოდ უთხრა საზოგადოებას, რა როლშიც არ უნდა ვიყო, არ დავთმო ბრძოლას ექსტრემიზმის წინააღმდეგ. მთელი ცხოვრება მიჩვეული ვარ, რომ უმცირესობის აზრიც კი უნდა გავიზიარო, მაგრამ ვიბრძოლებ, რათა ეს ქვეყანა დემოკრატიული, თავისუფალი და დასავლეთის მტკიცე ნაწილი იყოს. ბაბიშისა და ფიალას პარტიების გარდა ჩეხეთის პარლამენტში 22 მანდატით შევა ცენტრისტული ლიბერალური მოძრაობა. მეკობრეების პარტიამ 18 მანდატის, ევროსკეპტიკოსებმა კი 15-ის, მემარჯვენე ალიანსმა კი 13 ადგილის მოპოვება შეძლეს. პროდასავლურად განწყობილი ჩეხები დარწმუნებულნი არიან, რომ ბაბიშის მმართველობის პირობებში ევროკავშირთან ურთიერთობა გაფუჭდება და პრაღა ომში მყოფ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს. ნაწილს კი იმედი აქვს, რომ ახალმა ხელისუფლებამ მემარჯვენე იდეებს უნდა უერთგულოს. უკრაინელ დევნილებს აქ აღარავინ გააჩერებს. ამჯერად ხელისუფლება არა უკრაინელ, არამედ ჩვენ შვილებზე იზრუნებს, იმიტომ რომ ფიალას მთავრობა მხოლოდ უკრაინელებზე ფიქრობდა. ეს არის და ეს. გამარჯვებულმა ანდრეი ბაბიშმა უკრაინაზე პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. მილიარდერი პოლიტიკოსის განცხადებით უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის.